აი, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმიგრაციის პრობლემაზე და არაბული ქალაქების პრობლემაზე, ხო? ჩვენ უნდა გულახდილად ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ეს პრობლემა საკმარისად მტკივნეული და საკმარისად აქტუალური არ მიაჩნია. თუ გულახდილები ვიქნებით, რეალური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არასაკმარისად აწუხებს ხალხს ეს საკითხი. რაზე დაყრდნობით ვიძახი ამას? ზოგადად, რაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, ადამიანებს რამე აწუხებს თუ არ აწუხებს. ეს ხო არ შეიძლება ჩვენი წარმოდგენები გქონდეს და ჩვენ წარმოსახვაზე დავაფუძნოთ ესეთი საკითხები. ადამიანებს რაც აწუხებს, ეს რაში ჩანს? ეს ჩანს იმაში, რომ ხალხი გამოდის ქუჩაში. თუ ის საკითხი არის აქტუალური, შეიძლება ადამიანს აწუხებდეთ, აი უყურეთ რა შესაძლოა. შეიძლება ადამიანს აწუხებდეს რაღაც საკითხი, როგორ დონეზე. იცით, კი ეგ არ მომწონს, მაგრამ სხვა რაღაცეები უფრო მაწუხებს. ეგეც მირჩევნია რომ არ იყოს, მაგრამ არაფერი აქტიური და რამე ძალისხმევის გაწევა მაგ მიმართულებით შეიძლება არ უნდა. მაგრამ თუ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს საკითხი არის საკმარისად აქტუალური, ეს პრობლემა საკმარისად აქტუალური იმისთვის, რომ ხალხი მზად არის აქტიურად ჩართული იყოს ამ პრობლემის გადასაჭრელად, ანუ გამოდის ქუჩაში, გამოდის ხოლმე, ანუ ამ თავის პოზიციას აფიქსირებს ყველგან. მათ შორის ქუჩაში გამოსვლით. ეს უკვე არის ამ სურათზე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ესე იგი ხალხს ეს საკითხი საკმარისად აღელვებს. თუ ასეთი სურათი არ დგას, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ხელისუფლება, ვინც დაინტერესებულია, რომ ეს პროცესი გააგრძელოს, ეს იმიგრაციის, ეს არაბული ქალაქების მშენებლობის, ისინი საკითხს დააყენებენ ასე, რომ ხალხს არ აწუხებს ეგ. არ აწუხებს. საიდან მოგაქვთ, რომ ხალხს აწუხებს? აი, მაგალითად, ჩვენ გვაწუხებს, ხო? ჩვენი მაყურებლები არიან, ვისაც ეს თემა აწუხებს. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის რომ ჩვენ რამდენად გვაწუხებს ეს თემა, ეგ არ არის მთლად იმის გამომხატველი ზოგადად საქართველოს მოსახლეობაში როგორი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. იმიტომ რომ ამ თემის მიმართ რომ ჩვენსავით აწუხებდეს ყველას, ხო? ყველა იქნებოდა ჩვენსავით აქტიური. ხო? ანუ ეგ მასე ვლინდება. თუ ადამიანს რაღაცა პრობლემა ძალიან აწუხებს, ძალიან მაგ მიმართულებით აქტიურია. ახლა მე საერთოდ რაში ვხედავ, ვიცით პრობლემა? საერთოდ ქვეყანაში ეს პრობლემა რომ რეალურად აწუხებდეთ, მაგალითად კაინიე ვესტის კონცერტზე უფრო მეტი ადამიანი ფულს რო იხდის და რომ მიდის, უფრო მეტი ადამიანი არ მივიდოდა, ვიდრე ამ პრობლემის მოსაგვარებელ აქციაზე. ხო? ეგ ხო ფაქტია რა, ეგ არის რეალობა, რომ ადამიანები ფულს იხდიან რაღაც უაზრო კონცერტში. უფრო მეტი, სიამოვნებაში უფრო მეტს აწუხებს ის თემა. აი რაღაცა კონცერტზე მისვლა და რაღაცა უფრო მეტს აწუხებს, რეალობა ეგ არის. ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ წარმოვიდგენთ ისე თითქოს ეს საქართველოს მოსახლეობას თუ კი რამე აწუხებს, ეს აწუხებს, ხო? ვისაც ეს თემა აწუხებს, ის არის აქტიური. საერთოდ შეწუხება კიდევ ხსნის სხვადასხვა დონეზეა. შეიძლება ადამიანს ახლა რო შეეკითხო ასე, რო გააჩერდა, შეეკითხო ეს გინდა, გიპასუხოს არა, არ მინდა. მაგრამ რამეს გააკეთებ, არ დამანებეთ თავი, ხო? ეგეთიც არსებობს. და არსებობს თვითონ რომ მოგაკითხავს და გეტყვის რომ რა შეიძლება რომ გაკეთდეს ამ თემაზე. შეიძლება შენ არ მოგაკითხოს და თვითონ გააკეთოს. ეგეც ყველაფერი მისასალმებელია. უბრალოდ თავარია რა დონეზე აწუხებს, ხო? ამიტომ დღევანდელი პრობლემა ხაზი რომ გაუსვათ, აი იმ თემას ვლაპარაკობთ, რამე გააკეთეთ პრეტენზიაზე ვლაპარაკობთ. რა უნდა გავაკეთოთ, უყურეთ, ჩვენი გასაკეთებელი არის რა? ადამიანებს რაც ჯერ არ აწუხებთ, რაც მაგალითად აქციები
აი თუ კი ვინმე რამეს აკეთებს, ხო, ეხლა მოდი ვთქვათ. თუ კი ამ ქვეყანაში ვინმე რამეს აკეთებს, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით აქციების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე რიგებში ჩვენა ვართ, ხო? ეხლა რა თქმა უნდა არ ვიზახით რომ მარტო ჩვენ ვაკეთებთ ამაზე, მაგრამ ეხლა ვერავინ ვერ გვეტყვის იმას რომ ჩვენზე მეტს ვინმე აკეთებს. მოდი ასე ვთქვათ, ხო? ჩვენზე მეტს ვერ იტყვის ვერავინ რომ აკეთებს, მაგრამ ვიღაცა ჩვენთან შედარებით რაღაცა სხვა რაღაცას აკეთებს. კი ბატონო, ყველაფერი მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ მაგალითად ყველაზე დიდი აქცია თუ კი ვინმე ჩაუტარებია ამ თემაზე, რაც სამწუხაროა. მე მაგალითად ვისურვებდი რომ ამ თემაზე ყველა ატარებდეს უზარმაზარ აქციებს. საერთოდ აქციები იყოს ამ თემაზე ყველა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და ყველა არაპოლიტიკური და საერთოდ ზოგადად ვისაც კი უნდა ამ თემაზე ყველა ატარებდეს აქციებს. მე მაგას ვისურვებდი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სხვა არავინ არ ატარებს იმხელა აქციებს, ხო? სამწუხაროა ეგ ძალიან. და რაც ჩვენ რასაც ვაკეთებთ იმას, რომ ჩვენ ვცდილობთ ის ადამიანები, ვისაც ეს თემა აწუხებს და ყველა ხედავს, რომ საკმარის ადამიანს არ აწუხებს ეს თემა, არასაკმარისად არის საქართველოს მოსახლეობა შეწუხებული ამ თემით. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის აქტიური ნაწილი, რომელიც ხედავს ამ პრობლემას, ის აქტიური ნაწილი შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად ძალისხმევა გავწიოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ პრობლემის შესახებ. თუ კი რამე ფაქტი არსებობს, ეს ფაქტი გავაშუქოთ. აი მაგალითად ლაყბობას რასაც ეძახიან, ხო? უნდა ვილაპარაკოთ საინფორმაციო სივრცეში ამ თემაზე, რომ მოსახლეობამ გაიგოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის საკეთებელი, იმიტომ რომ არ არის შეწუხებული ხალხი საკმარისად, მეგობრებო, არ არის შეწუხებული სამწუხაროდ. ხალხი რო იყოს შეწუხებული ისე როგორც ჩვენ ვართ, საერთოდ არაფერი საკეთებელი აღარ იქნებოდა, ყველა გამოვიდოდა ქუჩაში და მოსახლეობის ნება იქნებოდა იმდენად აშკარა და იმხელა ძალის დემონსტრირება მოხდებოდა მოსახლეობის ნების მხრიდან, რომ მთავრობა იმ წუთში შეცვლიდა მაგ პოლიტიკას, მაგრამ მთავრობა იმიტომ ახერხებს ეხლა აი ასეთი მავნებლური პოლიტიკის გაგრძელებას, რომ ის საკითხს ეგრე აყენებს. ხალხს არ აწუხებს, მეგობრებო. თქვენ საიდან მოგაქვთ რომ აწუხებს?